იცით მე ვადევნებდი თქვენს გადაცემას თვალყურს აი მთელ მსვლელობას და გამახსენდა პითაგორა ამბობდა რომ თუ შენ საყი აზროვნება გაგაჩნია ნუ გიხარია იმიტომ რომ მოგიწევს მასთან შერკინება ვისაც ის არ გააჩნია აი სწორედ ამ მდგომარეობაში ვართ ახლა ჩვენ შერკინება მოგვიწევს და მოგვიწევს ძალიან ძლიერი შერკინება იმ ადამიანებთან რომლებიც გვარწმუნებენ ვიზო რეჟიმი უნდა აღიკვეცოს იმის გამო რომ იქ რაღაც ძალიან ბევრი ნიუსებია, ბევრი ძალიან ხარეები აქვს ევროპასთან ერთიანობას ჩვენ არ გვინდა ევროპა იმის მცდელობაც რომ სხვა თემებზე გადაეტანათ თქვენი ყურადღება მე ამას გასულად მიყოლი იმისათვის რომ თავარი ის არის რომ საგმოაზროვნე ადამიანს ამას ჩემი თეორია შემწება აქტივობა აზიანი მოსკოვის იმით რომ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმი შეწყდეს მაგრამ აი პრაქტიკულად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს მეთქოთ ესეთ რაღაცას წარმოიდგინეთ იმ ასობით გაფანტული ადამიანების ქართველების მდგომარეობა რომლებიც არიან მთელ მსოფლიოში მოძებულები რომლებიც არიან ემიგრანტები სხვა არანაირი საშუალება არ აქვს ფიზიკურ და ეკონომიურ იმის გარდა რომ თავიანთი ფაქტურად ეს ადამიანები თვით გადარჩენის რეჟიმზე და შემდეგ მათი ოჯახის წევრების გადარჩენის რეჟიმზე არიან და წარმოიდგინეთ ახლა ამათ ჩვენ აუგზავნოთ საზღვარგარეთ გასვლა და ის ბოლო ჟანგბადიც გადავუკეთოთ ერთიც ისინი სულთქავენ და არსებობენ ამას რა თქმა უნდა კაბატონო ანა აი მინდა ერთი დეტალიც დავაზუსტო თქვენ უკვე დიდი ხანია ცხოვრობთ მაგ და გამოცდილება წლების განმავლობაში დაგიგროვდათ ანუ გახსოვთ ვიზა ლიბერალიზაციამდე არსებული პირობები, მოთხოვნები და უკვე უვიზო მიმოსვლის დროს გაადვილებული მოგზაურობა ქართველების ჩამოსვლა სამუშაოდ იქნება ეს თუ სხვა ასე ვთქვათ ჯანდაცვის განათლების თუ სხვა ამოცანებისთვის. აი რაც გახსოვთ ის ძველი იმასთან შედარებით კიდევ ევროპაში რა შეიცვალა იმ ხრივ თუ კი ჩვენს მოქალაქეებს მოუწევთ უკვე საკონსულოების მეშვეობით ვიზებისთვის მიმართვა ევროპაში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით არა მარტო საბერძნეთში, თუმცა საბერძნეთში პირველ რიგში, იმიტომ რომ მე ამ დღეების განმავლობაში რამდენიმე ინიციატივას მოვკარი თვალი ევროპული ახალი ამბების ჩამონათვალში, სადაც ეროვნული სახელმწიფო, ანუ ეროვნული მთავრობების სახელმწიფოების დონეზე საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვისკენ იდგმება ნაბიჯები, გამკაცრებისკენ. აი ამ ხრივ თუ შეგიძლიათ გითხრათ რამე. კი, რაზეკვირველია, ნახეთ, თქვენ მითხარით პარალელი გამევლო მაშინდელ მდგომარეობასთან და ეხანდელ მდგომარეობასთან. კონკრეტულად ის ბევრს აღარ ახსოვს და გონიათ რომ ნუ უბრალოდ რიგში დგომა კი პრობლემაა, მაგრამ რა უჭირს ცოტა ხანს რიგში ჩავდგები და ეს რიგში ჩადგომა კი აღარ არის პრობლემა, შეიძლება უბრალოდ ვერ აიღო დიწილად, უკვე ძალიან გაჭირდეს. მხოლოდ ეს არ არის მხოლოდ რიგში ჩადგომა და ეგ სარდაფში ჩაყრილები მომიტევეთ აი ამ გამოთქმისთვის ლოდინი ვიზის მარტო ეს არ არის ემიგრაციისთვის ვიზო რეჟიმის აკრძალვა თუმცა მე 35 წელია საბერძნეთში ვცხოვრობ და ძალიან კარგად მახსოვს თქვენ წარმოგიდგენთ პირველად მაშინ ჩამოვიდი როცა საელჩო და საკონსულოს კი არ არსებობდა და მაშინ მოსკოვში ჩავედი მოსკოვში გავაკეთე ვიზა და მოსკოვიდან ჩამოვედი შემდეგ ათენში მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ვიდრე გაიხსნებოდა უვიზო რეჟიმი აქ ხალხი ჩამოდიოდა ტყეებით, მთებით, მდინარეებით, ნუ არ ვიცი, ბევრი ამას შეეწირა კიდევაც, ბევრმა საზღვარზე დატოვა სიცოცხლე. არ ვიცი, თუ გვაქვს გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ ღმერთმა ნუქნას გაჭირებული ადამიანი აბსოლუტურად ყველა ხერს მიმართავს კიდევ მეორებ იმისათვის, როცა ის უკვე მუდმივად თვით გადარჩენის რეჟიმშია, რომ რაღაცა ხერს მიმართოს იმისათვის, რომ საკუთარი თავი გადაირჩინოს და მისი ოჯახის წევრებიც გადაარჩინოს. ღმერთმა ნუქნას, რომ ისე იმ ზომამდე მივიდეს ხალხი, რომ აი ესე ჩამოპარვით და შემოპარვით შემოვიდნენ. ეს ერთი. ახლა ამას კიდევ ისიც ემატება, ნახეთ როგორ მდგომარეობა ამ წუთას საბერძნეთში ძალიან
გაძაბული სიტუაცია და ეს ემიგრანტები ორმაგი წნეხის ქვეშ მოექცნენ და რატო? ნუ ეს რა თქმა უნდა სხვა პოლიტიკურ ძვრებთან და სხვა ფაქტორებთან არის საკავშირებული, მასთან არის საკავშირებული საბერძნეთში ძალიან დიდი რაოდენობით ყოველდღიურად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ლტოლვილის ნაკადი მოედინება და საბერძნეთმა გაამკაცრა აი ამ ემიგრანტების და აი ამ ლტოლვილების მიღების წესები. ნახეთ რა ხდება. აქ იყო არსებობდა ესეთი კანონი, რომ ვისაც 3 წელი შეუსრულდა უკვე საბერძნეთში, მათ შექონდათ განცხადები ჩვეულებრივად შეეძლოთ ლეგალიზება. ეს აიკრძალა უკვე დაახლოებით 2-3 თვე. იყო კიდევ ასეთი კრიტერიუმი, ემიგრანტები, რომლებიც ნებისმიერი ეს წარმოადგენელი ემიგრანტები, რომლებსაც უკვე შეუსრულდა დაუშვათ 7 წელი საბერძნეთში ცხოვრებისა, მათაც შეეძლოთ და ჰქონდათ ლეგალიზების უფლება და ძალიან ბევრმა მიიღო საჭირო ზომები ამისათვის და შეიტანა საბუთები და ახლა ძლოდება ლეგალიზების საბოლოო განაცხადება. როგორც ხედავთ, კაცრდება ამ ხრივ პირობები. ძალიან კაცრდება. მაყურებლისთვის რო კიდევ უფრო გასაგები იყოს, ანუ საბერძნეთში და არა მარტო კაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე კიდე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როგორც ეროვნულ სახელმწიფო, ასევე სამოქალაქო ან მოქალაქის დონეზე საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სტატუსის მიღება. სანამდე ძალიან ახლოს ვიყავით და ჯერ კიდევ გვაქვს ეს შანსები. ხო, ანუ საუბარია 2030 წელს საქართველოს სრულფასოვან გაწევრიანებაზე, რასაც გვაკარგვინებს ეს ხელისუფლება. შესაბამისად, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ახლა ათეულობით 1000 არიან ევროპის კონტინენტზე, ევროკავშირში უпроსორეთ, ხო? ამ ადამიანებს ერთის მხრივ ძალიან დაუმძიმდებათ ვითარება, რომ მათი ადგილზე ყოფა და მუშაობა ლეგალური გახადონ, იმიტომ რომ საემიგრაციო პოლიტიკებს ამკაცრებს ევროპა და მეორეს მხრივ ისინი კარგავენ შესაძლებლობას, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაცია თუ გაჩერდა ან გაუქმდა, ეს ავტომატურად გავლენას ახდენს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე. ანუ აღარც ევროკავშირის წევრები გავხვდებით, რითიც არის ლეგალიზება დაჭირდებოდა, არაფერი ჩვენ ისეთივე უფლებები ვისარგებლებდით, როგორც საბერძნეთის მოქალაქე, ხო? ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, მაგრამ ამის დაკარგვით კიდევ უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებით, თქვენ ამას ხსნით ახლა, იმიტომ რომ კაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. სწორედ ძალიან უფრო ეს ლაკონურად და ძალიან კარგად ჩამოყალიბება გიორგი და ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის. აი კიდევ გითხარით, არ მინდა რომ პათეტიკური გამომივიდეს ჩვენი საუბარი. პათეტიკა არა, ფაქტებით საუბრობთ. თქვენ საუბრობთ ფაქტებით. მეშინია, იცით ყველაზე ძალიან რისი მეშინია, რომ ჩვენ ღამურას პოზიციაში აღმოჩნდებით. ძალიან მალე. აი ნახეთ როგორ არის, რაც დრო გადის, ჩვენ ისე ახლო ვიყავით ევროკავშირთან და ეხლა უკვე ამისი თითქმის პროცენტულად ნახევარი შანსიც ახარ აქვს. და კიდევ გიმეორებ, წარმოგიდგენთ ხო, რომ ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ თვითონ ევროპაც ამკაცრებს ლეგალიზების პროცედურებს და წარმოიდგინეთ ახლა აქ მყოფი ემიგრანტების მდგომარეობა, მოდი ესე აი პრაქტიკულად მარტივად ავხსნათ. წარმოიდგინეთ ამ ხალხის მდგომარეობა, არ მაქვს იმაზე ლაპარაკი, რომ ახალნაკადს უნდა შემოსვა, ახალნაკადმა უნდა იზრუნოს თვითგადარჩენაზე და უნდა შემოვიდეს და წავიდეს საზღვარგარეთ, ხო? მე იმ ადამიანებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც უკვე აქ არიან და რომლებმაც ლეგალიზება ვერ მოახერხეს და ისინი რაღაც სასწაულის ძალით მაინც თუ დაუსხლტებიან პოლიციას და მათ კონტროლს, იმათ იმის იმედი მაინც ხომ ქონდათ, რომ ვიღაცა მთელი თვეები, წლები მუშაობდა იმისათვის, რომ თანხები მოეგროვებინა, ჩამოეყვანა შვილი, დედა, ძმა, შვილი. ნუ მისიანი, ხო? ამის საშუალებაც არ აქვს. და გესმით თქვენ ეს რას ნიშნავს? ძალიან მძიმეა ეს პერსპექტივა. ქალბატონო, მე მინდა კიდევ ერთ შეკითხვაზე თქვენთან საუბარი. ის ამათ ფსიქოლოგიურ სიკეთეზე განაცხადებს. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაზეც მინდა რომ თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ ქართულ აუდიტორიას. თქვენ ახსენეთ, რომ უკვე 35 წელია ცხოვრობთ საბერძნეთში. საბერძნეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამავე დროს არის მართლმადიდებლური კულტურის ქვეყანა და არა მარტო კონსტიტუციურ დონეზე სახელმწიფო სტატუსი აქვს. ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ თუ შეგიძლიათ უთხრათ ქართველებს,
რომელსაც დღეს კი არა წლების განმავლობაში წამლავენ, რომ ევროკავშირი ეს არის ესე ვთქვათ, ებრძვის ქრისტიანობას, რომ ცდილობს განდევნოს ყველა სივრცინა და ასე შემდეგ, მოშალოს ოჯახური და ტრადიციული ღირებულებები და ასე შემდეგ. გითხარით საბერძნეთის, როგორც ამავე დროს სახელმწიფო მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო სტატუსის მქონე ქვეყნის და როგორც უბრალოდ ბერძნების ოჯახებისა და დამოკიდებულებების და ღირებულებების დონეზე რა დაკარგა საბერძნეთმა იმით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არის აი ამ წლების განმავლობაში. არანაირად, ბატონო გიორგი, ნახეთ, ეს რომ ევროპა რკნის ეს რომ იმისათვის რომ ჩვენ ვიზო რეჟიმი გავაუქმოთ და ამისათვის საჭიროა სხვადასხვა არგუმენტების მოყვანა და ცდილობენ რომ გონება სხვა რამეზე გადართონ და იქ წამოჭრან ჰომოფობიური თემები და ნუ რაღაც ათასი სისულელეები კიდევ გეუბნებით საღამოაზროვნე ადამიანი ამ საკენკს არ აკენკავს აი ბერძნებს აქვს ესეთი გამოთქმა ამ საკენკს არ აკენკავს და რატომ არ აკენკავს იცით იმიტომ რომ საბერძნეთი როგორც თქვენ აღნიშნეთ რა თქმა უნდა ევროპის ქვეყანა რა თქმა უნდა პირველი მართლმადიდებელი და უდიდესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანაა მაგრამ ნახეთ მის ევროპაში გაერთიანებას საბერძნეთი არ გაუქმდა პირიქით საბერძნეთში დღეს თამამად შემიძლია თქვა რომ პირველ ადგილზე დგას ეკლესია პირველ ადგილზე დგას სარწმუნოება ნახეთ როგორ არის ალბათ უნდა დავფიქრდეთ იმაზე რომ ქვეყანაში არ უნდა ვიყოთ და სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ ადამიანები იმაზე რომ ზღვარი უნდა გვესმოდეს დემოკრატიას თავისუფლებასა და გარკვეულებას შორის თუ ადამიანი მოწოდებულია და მოწადინებულია გარკვეულებისაკენ ის ჩრდილოეთ კორეაში რომ ვაცხოვროთ იქაც გაიგონება და ადამიანი რომელსაც აქვს რაღაცა საწყისები, რაღაცა ტრადიციები, როგორც აქვს საბერძნეთში დაუშვათ ის რომ ოჯახისცემენ, ოჯახის პატივისცემენ ოჯახის ჩემი ოჯახი, მაგრამ ჩერეული ოჯახია, მაგრამ დეტყვი რომ საკმაოდ ტრადიციული ოჯახია, საკმაოდ ისეთი მკაცრი მენტალიტეტის მეუღლე მყავს, ასეთი მენტალიტეტი. ჩემი შვილები გაზრდი, მაპატიეთ ცოტა თემას გადავხედა. კონსერვატორული და არა მკაცრი იმდენად. მაგრამ ნახეთ, დიახ, რასაკვირველია, მაგრამ ძალიან ისეთი ტრადიციების მიმდევარი, სარწმუნოების მიმდევარი, კიდევ გეუბნებით, მთავარია ეს ჩვენში ვიპოვოთ იმის შესაძლებლობა და ჩვენში გავიაზროთ, იმიტომ რომ თავისუფლებასა და აღვირახსნობას შორის ზღვარი არ უნდა დაიკარგოს. ეს ხაზი არ უნდა წაიშალოს.